საქართველოში არსებულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და საქართველოს მთავრობას, რომელიც მისი აზრით აშენებს ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოს. მინდა ვკითხო, თუ კი ეგრეთ წოდებული ეღოველთა, რასელისტთა სექტის წარმომადგენელთა თავისუფლება და მათი რელიგიური სინდისი, ჯარში მსახურებითა და სისხლის გადასხმით ილახება, მათი თავისუფალი ნება არ იზღუდება და კმაყოფილდება მათი მოთხოვნები, თუ კი სექსუალური უმცირესობის თავისუფლებას იცავს კანონი და 1000 მამათ მავალს და ლესბოსელს შეუძლია მოთხოვოს სახელმწიფოს ხელშეუხებლობა და თავისუფალი მოქმედების საშუალება და მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, თან ყველაფერი ეს ჯდება დემოკრატიის ჩარჩოებში, რატომ ვერ ჯდება დემოკრატიის ფარგლებში იმ მართლმადიდებელთა მოთხოვნა, რომელთა რელიგიური სინდისი და ადამიანური თავისუფლება ილახება ID ბარათებში და ჩიპიან პასპორტებში მხეცის რიცხვის არსებობისა და ელექტრონული კონტროლის განხორციელებით. რატომ არ კმაყოფილდება მართლმადიდებელი ადამიანის მოთხოვნა ალტერნატიულ არაელექტრონულ უჩიპო საბუთებზე, სადაც არ იქნება დასმული მხეცის რიცხვი 666. რატომ არ ეძლევა მას ამ ქვეყანაზე სიცოცხლის და ფიზიკური არსებობის საშუალება, ისე რომ თაყვანი არსეს და არ მიიღოს მხეცის რიცხვი და არ იყოს მისი მონა. თუ კი იმისი საშუალება არ არის, რომ ასეთი საბუთები დაიბეჭდოს, მაშინ ძველი არსებული არაელექტრონული უჩიპო პასპორტების და პირადობის მოწმობების მოქმედება გაგრძელდეს, განახლებისა და უვადო მოქმედების პირობები. ნებისმიერმა მთავრობამ, არსებულმაც და მომავალმაც უნდა გაითვალისწინოს ის, რომ თუ კი არ დაკმაყოფილდება მართლმადიდებელთა მოთხოვნა საბუთებთან დაკავშირებით და არ შეწყდება ჩვენი შვილების გახსნა და გათახსირება, არ შეწყდება ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანი ერის სულიერი ოკუპაცია და გენოციდი, ღვთის რისხვა არ დააყოვნებს პირველ რიგში მათზე და შემდეგ სხვებზე. და რა სახით მოგივლენთ ამ რისხვას ღმერთი, ეს თვითონ მან იცის. ყველა ქართველ მართლმადიდებელს მოუწოდებთ, არ დაემორჩილოთ ბოროტებას, არც საკუთარ თავში, არც ოჯახში და არც ქვეყანაში. მოიძიეთ სიმართლე. სიმართლეა ჩვენი სულის უკდავებაში და ამ ქვეყნიური არსებობის დასასრულში. ვიზრუნოთ ამ ქვეყანაზე არამიწიერი მარადიული სიცოცხლის, ბედნიერი არსებობისა და ადამიანის გაღმერთებისათვის, რაც სატანის მიერ მზაკრულად მოფიქრებული სიცრუეა, არამედ ზეციური, მარადიული სიცოცხლის, ბედნიერი არსებობისა და ჭეშმარიტი ღმერთის, წმინდა სამების, მამის, ძისა და სულიწმინდის შეცნობისა და მისი მადლით ადამიანის განღმრთობისათვის. ერთ დღეს ყველანი წავდგებით უფლის წინაშე და რა დაგვრჩება ამ ცხოვრებიდან. სიწრფელე, რომელიც გულში გქონდა, სიმართლე, რომელსაც ვღაღადებდით და საქმე, რომელსაც ვიქმოდით. ღმერთმა დაგლოცოს, გაგვამხნევს და გაგვაძლიეროს ბოროტებასთან დაუნდობელ ბრძოლაში. ამინ.